Გავაჩვენე მეგობრებო, გამომწერებმა მირჩიეს ერთი საინტერესო თამაში. საერთოდ აზი არ ვარ, რა თამაშია, არც ტრეილერი ვნახე, არაფერი. სურათებიდან გამომდინარე საინტერესო ჩანდა. Oh my god, ეს რა არის რასტა. მე არ პერმინახია. ამ თამაშს ქვია Crime Detective. რაღაც კრიმინალური გარჩევები გვექნება აქ. იტუ და ეგრევე ამხელა ტექსტი რა უბედურება, ისე უნდა გადავთარგმნო ხო? არასდროს მიფიქრია რომ მეგობრებთან ერთად უბრალოდ ლოთაობა მეგობრებთან და სხვისი საფოსტო ყუთის გატეხვა, ასე ზაფხულად გადაიქცეოდა ჩემთვის. ზაფხულად. ჩემი მშობლები დღემდე მადლიერები არიან მოსამართლის, რომ მხოლოდ შინაპატიმრობა გადავრჩი და არა ნამდვილი პატიმრობა. ახლა მთელი ზაფხული აქ ვიქნები. შინაპატიმრობაში შეზღუდული გარძელი სიით და მივხვდი. არც ერთი ნაბიჯი გარეთ, არც ერთი წვეულება, არც ერთი თავისუფალი ნატამალიც. საზამართლო პროცესი სულ რაღაც 3 საათის წინ დასრულდა. მშობლებმა სახლში წამიყვანეს, რამოდენიმე მოსაწყენი საქმე მომწეს და შემდეგ წავიდნენ სამსახურში. ამ ზაფხულთან მარტო დავრჩი. რა ზაფხული, ვერ გავიქე. წელიწადის დროზე იცის თუ რა ვერ ვიხდითო. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. აი, სახლშიც ვარ. უნდა დავალაგო სახლი, როცა მშობლები დაბრუნდებიან. ერთი ნაგვის პარკი მგონი გარეთ არის და მეორე არ მახსოვს. შვილოკაი, გამოდის ჩვენ შინაპატიმრობაში ვართ და დანა, რას უნდა ნიშნავდეს ეს? კაცი ვარი. სათოხლაოც გვაქვს. რამ რო ვთოხლო შემიძლია? აბა ისთვის ვარ აქ კიდე. კაიან, ერთი ნაგვის მეშოკი ვიპოვე, მეორე სათხაც გარეთ არის აღმი და დავათვალია რომ ეს სახლი მეორე სადაა. რა სილამაზია. ვა ვიღაცას ვხედავ. ვა, ვინები არიან? ვინ ხართ? კიდე ერთი ნაგვის პარკი სადაა? რა რეალისტურია, ხალხიც დადის. აჰა, კაი, ერთი ნაგვი გადავაგდ. მე მეორე სადვეძებო ეხლა. გამარჯობა. Здорово. ხურც რო გავს არა უშავს? ნახე, მანქანების დადიან, ხალხიც არის. ჰაი. ეს თვითონ ეწევი? ოკეი. ხალხზე რა გჭირს? თუ ვის ესაუბრები ერთი? ნაგვის ბუნკერს ესაუბრება. ნუ როგორც შანს, короче, აქ მცხოვრები ხალხი ცოტათი ვერ არის თავის მატორზე. აჰა, მეორე პარკიც ვიპოვე, უკან ყოფილა. რა ლამაზია, ღამდება ხო, ანუ როგორც მივხვდი. უნდა გადავაგდო აქ უკან რაღაც არის, ჩაკეტილი. ანუ გარეთ მაინც შემიძლია გამოვიდე, ხო? ასე გამოდის. აჰა, გადავაგდოთ. ეს ადამიანი კიდე მანდაა. ნაგვის ბუნკერს ესაუბრება. ეხლა უნდა ოთახი დავალაგო, თორე რაღაც ქილები გდიაო ყველგან. სადღაც უნდა ჩავალაგო. ეს რა არის, ძაღლი ყავს? კატაკავს. ხო. პისა სათხარ. მოდი მართლა ისეთ სახე არ აქვს ფისას თორე. ფუ, კიდე კაი ესე გამოიყურება ჩვენი კატა. უცნაური ნახატებია, მინდა გითხრათ. მიმების სურათებია თუ რა არის? ვერ ვიხდი. აჰა, ჩვენი ოთახი. ლოთი ვარ, ვერ გავიქე. ჰაი. კრიმინალური რაღაც გარჩევები მაქვს აქ, ხო? თეთა? რაღაც ყუთი უნდა ავიღო, მეორე სართულზე არისო. ეს ყუთი ხო არა? კაი, აბაქშევი. ჩვენი მშობლების ოთახია, სადღაც მშობლების იმაში იქნებაო. სეიფი. ეს დასამალი ადგილისავით არის. რა მაგარია, ძალიან ატმოსფერულია. აჰა, ეს ყუთი გვჭირდება. ვიდეო კამერა. შემიძლია ვიღო? აი, ვერ ვიღებ. კაი, წავიდეთ, შევაგროვოთ ქილები. კიდე ერთი ოთახი არის მანდ. აი, ჩავალაგოთ ქილები. დალევა ბანძობა რა, მეგობრებო. დავტოვებ ყუთს ოთახში, შეიძლება კიდევ დამჭირდება. რაღაც მომშივდა, წავარ მაცივარში ჩავიხედებიოთ რაღაც, მაგრამ ჯერ მაინტერესებს ამ ოთახში რა. საპირფარეშიო. მეთქი ახლა რაღაც ხო იცი? მაიცა რა, რას ვაკეთებ? შემიძლია შევიდეთ აშე? არ შემიძლია დუშის მიღება, სანამ კარი ღია. უხდები შენ გრძნობებს. ეს კარი რატო აღია? რეინჯია, კაც დავკეტოთ. აი, მოდი ვჭამოთ რამე. ბიზო. Yes. აი, სად არის? გუმალში ვაიმე, first of all, ხობს მაგონებს. სანამ პიცაც ხელდება, წავალ მივიღებ შხაპს. კი ბატონი, ესე ნელ-ნელა იწყება რაღაც, ხო? კაი, ამას დავკეტავ. კაი, მივიღოთ შხაპი, მიდი ქენი საქმეები. რა რეალისტურია, ისი ხმა არის? რა ჩემფეხ, ისი ხმა არის და დავიბანე თუ როგორ? ფიქრობ პიცა უკვე გაცხელდა. ეს კარი არ დამკეტია? შევჭამ დივანზე, ტელევიზორის წინ. First of
სვეთხომი არის, მეგობრებო, ხო სხვანაირი ცოტა. და რაღაც ქრიფობა იქნება უეჭველი, გეუბნები ვგრძნობ მთელი გული და სულით ჯანთავა. აუ, მართლაც სვეთხომია. შემდეგი დღე. შემდეგი დილა უბრალოდ what is happening არ ვიცი. ოპა, გავიღვიძე. მთელი ჩემი შინა პატიმრობა კაცი უნდა გაატაროს მთელი ზაფხული შინა პატიმრობაში და რა უნდა ვაკეთო. ოპა, იქ ვიღაცები საუბრობენ. ეს ვინები არიან? და მოუწვი. უბრალოდ გავიგე. ეს კარჩი საქმე რო არ გვაქვს. ეთყობა რაღაცის გარკვევას ვცდილობ. არაფერი არ ვიცი ჯერ, მაგრამ კიდე ფისოს სურათი. America. I want to believe me მინდა ამჯეროდეს. რა უნდა ვაკეთო? სვიდა გამოხდა. ის ვინ არის? ძალიან შემეშინდა. ჯარველოდებოდი ახლა სკრივერ საერთოდ. ღმერთო, ცუდად ვარ უკვე. გამარჯობა. უკვე ფიქრობდი გაგაღვიძო. როგორ გეძინა დაპატიმრებულად? ჯანდაბა, რატომ მაშინებ? შეგვიძლია ავარჩიონ. მე ლამის მოვყდი შიშისგან. და შეგვიძლია პროსტა არაფერი უთხრათ. პირველს უპასუხებ. მიეჩვიე. ახლა შენ ხარ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. და როგორ გეძინა? რა შეაინტერესებს როგორ მეძინა? საკმაოდ კარგად. ციხეს ჯერ არ გავს. კიდევ ცოტათი გაგიცრუებ იმედებს. საღამოს 9 საათის შემდეგ არ გადადგა ფეხი გარეთ. კაი, მამა ჩვენია. და როგორც სტალკერი კიდე კაი. უნდა დამეხმარო სახლის საქმეებში. იმისთვის რომ უსაქმურად არიჯდე. როგორც სიტყვი, მე შევეცდები, მაგრამ იმედებს არ მოგცემ. ეს ვასწრაფ. კიდევ ლამის დამავიწყდა. მაიცა არაფერი წამიკითხია, რას გადადიხატო? რა ეწერა მე? ვერ წავიკითხე. ისე სწრაფად გადავიდე რომ რავი. ასე რომ მიდი, მაგრამ მანამდე კატა აჭამე. მისი საჭმელი ბეღელშია. რატომ არის ყოველთვის ძაღლის და კატის საჭმელები სადღაც ან ბეღელში ან სადღაც პადვალში და ჭერში სადღაც მიმალული. და მე უნდა წახვიდე მეზობელთან. მე გითვალთვალე. ბევრი დავალებებია, მაგრამ კარგი. ან როგორც ბიჭი ვარ ხო? ან ცოტათი ესე პოფიკისტი. კაი, წავდით ბეღელში. აქ იყო სადღაც კარი. ბიჭო, საით იღება ეს კარი? პიცუნია. საყვარელი, ძალავაზია. ოპა, ის რა არის? ბუმბლის კოლექციას აგროვებს ვიღაცა. კაი, ავიღოთ კატის საჭმელი, რეები გვაქვს კიდე. ფერი საინტერესო დიდად არ არის. აქ რო დაგიყარო. ჭამე ფისო, მოეთრიე აქე. კაი, კატას ვაჭამეო. და ახლა მისტერ რუპერტთან უნდა წავიდე. ფისო, ჭამ თუ არა? კაი, მკიდია. ენდერაბეში. საცხოვრობს ეს ვიღაც მისტერ რუპერტი თუ შმუპერტი ეგ. აქ რა ხდება? რა გარჩევები გაქვთ? ეს ვინა риэлტორი? სოლქმარნი ხართ? რაღაცაზე ჩხუბობენ. კაი, სად არის ეს მისტერ რუპერტი? როგორ მიხვდე ვინ არის? შენ ხო არ ხარ მისტერ რუპერტი? თქვენ ხო არ ხართ? აი ჩვენ დაპატიმრებულიც. მიხარია შენი დანახვა. მამა შენმა ტელეფონში მითხრა რომ სუფთა მე ვარ შენს წლოვანებაში. ოკეი. კეფიცები მე აქ არაფრიშუაში არ ვარ. უპასუხებ. მე შენს წლოვანებაში ფეირვერკებს ვაწყობდი, მართლა. ვიეტკონგი გვესროდაო თოფიდან. ოკეი, რა უნდა გავაკეთო? შეასრულებ რამოდენიმე საქმეს, სულ პატარას. რამოდენიმე დოლარს მოგცემ. უბრალოდ მამა შენმა მითხრა, რომ მაგას მივცე. ანუ მე არა, მაგას უნდა მისცე და ის მერე შენ მოგცე. კარჩი მივხვდი ხო? გონი რაღაცაში მატყუებენ. მეც მასე მგონია. რამოდენიმე ყუთები მოვიტანე. აიღებ სტაფილოსფერს და ჩაიტან დაბლა თუ სადღაც. რატო გადადის თვითონ ვერ გავიგე. ეგრევე იმ ოთახში შეაგდე. რა ოთახში? მე კიდე აქ დავამთავრებ სხვა ნივთებთან. bla bla bla. ოკეი. ეს ხო? ოკეი. რომელ ოთახში უნდა შევაგდო? რომელ ოთახში? ბიჭო. ოი, ძაღლი. რომელ ოთახში? აქ. უჭველი აქ. ის რა არის აქ? ბისკეტა უსნეტა. ბიჭო რა არის? სხვაგან მოვედი? თითქმის მიხვედი. ეგრევე აქ. საიდან გაჩნდა? საშინლად გამოიყურება. ადგილი რა თქმა უნდა საშინელია. ნუ იცი. ადრე ჩემი ოთახი. Bro, what are you talking about? გეძინა. აქ. ჩემს წლოვანებაში აქ გოგოები მომყავდაო. სუდი აზრია იცით. პადვალში გოგოების შეყვანა წარმოიდგინე? კი, წარმოვიდგინე.
ძალიან ბევრი ინფორმაცია. კი, წარმოვიდგინე. რომანტიკა საღებავების თაროებს შორის. ამას უპასუხებ, კაია. მაგნიტოფონს ურთავდითო, უსმენდით მუსიკებს. ნუ იცი ეს სხვა დრო იყო, ბლა ბლა ბლა. ხო, თქვენ ბევრი რაღაც ისტორიებს რო ყვებით ხოლმე, ხო, მივხვდი. გაზეთებს კითხულობდით და უსმენდით რადიოს. რამდენი სჭირაობს? ამ უეჭველია ოთახში, წითელი რატოა? რასაკეთებ აქ? მენ არ ჩამკეტო, კაი? რებიანკ. კარგადა, შიგნით ნივთები დავიჭერეთ. მადლობა რომ დამეხმარე. იცი ერთი ყუთის გადაზიდვა შენ შეგეძლო რა. თუ უფრო ახალგაზრდა ვიქნებოდი, მე თვითონ გადავიდანდი. არ გამიჭირდა, მთავარია ყოველდღე არა. ცოტა ხნის წინ მე თვითონს ვიყავი ასეთი. თავისუფლება, მეგობრები, პირველი სამსახური, გოგონები, პრობლემები, რომლებიც რეალურად არ არის პრობლემები. მაგრამ მიხარია რომ უკვე გაიზარდე. აჰა, მაგარია. კაი, რაღაც ბევრი სიტყვებია, მართლა? მიხვდა? კიდევ გადაყარე ნაგავი. გონი მან თორე მეშოკე იყო შესასვლელ კართან და თავისუფალი ხარ. ძლივს. ეს ვინა დედა ჩვენი? გვითვალ თვალებს. მაგის ბუნკერში ვერ ჩავაგდებ? ანუ ჩემს ბუნკერში უნდა ჩავაგდო მაგის ნაგავი? არა, მაგის ბუნკერში. კაი, აბახე მისტერ რუპერტ ჩმუპერტი. მხოლოდ ეს საქმე იყო დღეისთვის, მინდა ვითამაშაო რაღაც. აი, თქვენ ვიხარ? პრივეტ. მე ოლივია ვარ. ახახანს გადმოვედით, აი ვცდილობ ყველა დავიმახსოვრო. მართლა, კოლა. მსახელია კოდი. სასიამოვნოა შენი გაცნობა. Oh my. აჰა, ეს შენ ხარ პატიმარი. ბიჭო, ყველა იცის უკვე რა. ახახანს გადმოვიდე და უკვე იცის. ვიზით საუბრობდნენ მშობლები. გამოიყურები ისე, არა, როგორც მე წარმოვიდგინე. ეს არ არის სიმართლე. მე ისეთივე საშინელი ვარ, როგორც ამბობს ხალხი. მე რა ვიცი, ბიჭო, რა უნდა ვუპასუხო? ეს არ არის ეს არ არის სიმართლე. აჰა, სასაცილო ხარ. ხარ ხარ მოწყენილი, ესე რომ ატარებ დროს. აი, ახლა მივდივარ რომ ვითამაშო რამე თამაში. გავიგე. შეიძლება კიდევ შევხვდებით. მე ხო არ ვარ ჩაკეტილი. ნახვამდის. მიწავალ ვითამაშებ. ბიჭო, რანაირად იღება ეს კარები რა? სადა ჩემი კომპიუტერს. აქ არის ხო? ვითამაშოთ. ეხლა თუ მინი თამაში დაიწყება, რავი? არა. მართლა მინი თამაშია. დიამ, ძალიან კრიფობა. რაღაც ფურგონი გვაქვს, ფანარი გვაქვს. თამაშობ თამაშს რა? გენიალურია. ყველა თამაში მასე რატოა? არ ვიცი რა ხდება. არა. არ თქვათ რომ აქ უნდა შევიდე. უეჭველი, რაღაც მოხდება ეხლა. რაღაც კრიფი მოხდება. დავდე ფაგურებს შარვალში. უეჭველი გეუბნებით. მაცივართან რატომ ავდივარ? კაი, მოდი ცოტა სწრაფად რა. გასაღები. აჰა, მივხვდი. გრენი ხო არა, აქ ბებო ხო არ დაბოდიალობს აქ სადმე, აბა იქნებ ახლა გავაღებ. არ ვიცი როგორ შევიდე, სად შევიდე? არ ვიცი, რა არის? ვით არის? ხოხი, გაფეთქებული კარიჩები, კაი? ვიჩები საარი? ოპა, ეს ვით არის ბიჭო, მე რა ვიცი, კატიაკეთ ბიჭო. რას მიდგა ხარ ახლა აქ? სტადი. კიდია რა. მოგვიანებით იმავე ღამეს. ოპა, ისა, გეუბნეთ, first of ეთხომიდან აიღეს, მოპარეს უეჭველი. ბოლილი ვარ თუ რა არის? რა არის? ვიღაც ის ახალგაზრდა მოკვდაო. წყაროების ცნობით მსხვერპლის სხეულზე ძალადობის კვალი აღინიშნებოდა. კიდევ ერთი ცხედარი ამჟამად აღმოაჩინეს მიტოვებულ მეფრინველეობის ფერმის ტერიტორიაზე. ყველაფერი ბუმბულით იყო დაფარული. ადგილობრივმა მედიამ კვლევს უკვე უწოდა მფატრავი. მე გადაგითარგმნის რა. შეგახსენებთ, რომ ყველა მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო. ქალაქის პოლიცია მოუწოდებს ხალხს იყვნენ ფრთხილად და არ გაუშვან ბავშვები გარეთ მზის ჩასვლის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის სიახლეების მიწოდებას. შესაძლებელია ის უკანასკნელი მსხვერპლი არ იყოს. იყავით ფრთხილად. არ მჯერა რომ ეს ხდება ჩემს ქალაქში. What the hell? იქ რა ხდება? ვიღაც გოგოშკები ტანცაობენ. ეს ჩვენი მეზობლები არიან, რომლებიც ახლა გადმოვიდნენ წეღან გუშინ, ხო? ისე ვთავარს ვაგონებს, მეზობლებს რომ უთვალ თვალებდით. Creepy man, what are you doing, man? იქ ფაქაც შემიძლია შევხედო, ხო?
აჰა, რა ჯანდაბა ხდება მანდ? ბიჭო, ეს მუსიკა რო გავთიშე შეიძლება? რა ჩემი ფეხები ხდება მანდ? არ ვიცი. ვინ მყავს ახლა კიდე აქ მეზობლებში? რითი ხარ აქ დაკავებული? ვაიმე, ძალიან გავს ფირს თუ ვეთხოვ, ზუსტად ესეთი ეპიკური სკრიმერებია. ისა მთელი დღეა თამაშობდი? არა, მაგას არ ვეტყვი. მოუყვე გოგოზე, რომელიც გავიცანი, წეგან ხო მეზობელი, ჩუმად ვიყო უბრალოდ. ვეხმარებოდი მამას, მერე მეზობელს. დაკავებული ვიყავი. ცი, ეხლა დაიძინე, უკვე გვიანია. შენ ხო უკვე გითხრა რომ სახლიდან არ უნდა გახვიდე ღამით. კი, მითხრა. ტკბილეცილი, კბილეცელი. კაი, დავიძინოთ. ხდება და მეზობლებს უნდა ვუთვალთვალო. გავიგო, ვაფშე რა ხდება აქ? ვიღაც თინეიჯერები მოკლეს, რაღაც კრიფი ხდება ამ ქალაქში და უნდა გავარკვიოთ რა. შემდეგი დილა, სანდვიჩი. რძეზია? არ მჯერა გაუჩინარდა კიდევ ერთი ბავშვი. ფულიავი, კიდე რაღაცები ეწერ, მაგრამ ვერ წავიკითხე. უნდა აჭამო რუპერტის ძაღლს, უკვე დაინახეო რძის შეფუთვა. კი, რთულია ამის არ შემჩნევა. Do you know what I mean? მშვენიერია, ახლა უნდა წავიდე იმ ადამიანთან, რომელიც ან ვიღაც გოგოსთან იდგა. შეიძლება ეს გოგო უნდა ვაჭამო ძაღლს. ან მისტერ რუპერტი ეტყობა, ცხოვრობს მარტო და დაინახა რაღაც სტრეინჯობა, რომ ვიღაც პატარა გოგოსთან ლაპარაკობდა სახლში. ისე ბეღელში. ყველაფერი ბეღელში რატოა? ძაღლის საჭმელი. საყვარლო. ფუ, ეს რა? დი. გულია მე ახლა. თქობა თევზ აღობს, ხო? უეჭველი. ძაღლი სადა ახლა? მოდი ძაღლა. ეს რა არის? ძაღლი მისტერ რუპერტის ძაღლი ის მოკვდა? რატომ არ თქვა? და რაც შეეხება გაუჩინარების ამბავს გოგოზე, რომელიც გაუჩინარდა. არის შანსი რომ შევამოწმო. აქ ხო არა ის? კაი, მაინც დავყრი. თუ აზრი არ აქვს. კაი, აზრი არ აქვს. კაი, აქ დავყრი. სახლში უნდა შევიდე რამენაირად. მაინც ერთი ბეღელში ვიპოვე ყველაფერს, რაც საჭიროა. ატვიორტკა, მაგალითად. გასაღები ყოფილა აქ. მეთქი ახლა რამე ატვიორტკით გავაღებ, რაღაც ვიჩალიჩებ თქო. არა. რისი ხარი? რატო რაღაც საკრი. დაკეტილი კარი. იქნებ მეორე სართულზე არ აქ ძალიან ციფნელია. Oh my god, so creepy. ძალიან დაულაგებელი ოთახი არის. საბავშვო რაღაც სათამაშოები. ჯობია სახლში დაუბრუნდე, რაღაც აქ არ მომწონსო. აბას ბიჭო, ყველა ერთმანეთს აქ უთვალთვალებს, ხო? ყველა ერთმანეთს აქ უთვალთვალებს. წარმოიდგინეთ. მის ახლა სკრიმერების გარეშე. ეს კარი არ იღება. გაიწავედით. არ გამომიხდეს ახლა არავინ აქ. სახლში უნდა მივიდე და საჭმელი დავამზადო. ისო? რატო წევხარ აქ? ეს ჩვენი კატარა? ბიჭო, first of all ხომია, გეუბნებით. მომწონს ინგრედიენტები. ხორცი, კარტოფილი, ყველი, პომიდორი. აი, რანდიომი და ვუსმინო, როცა რაღაცას ვამზადებ. ისე ბეღელში არის კარტოფილი. დახვიეთ, რა თქვენი ბეღელით. დავიღალეთო? აუ ეს კარვე ვერ მივეჩვი ამ კარებს. სხვა მხარეს რო იღება რაღაც. ოკეი, კარტოფილი, ყველი. და რა უნდა და პომიდორი. ოკეი. მეც რაღაც მაგდა გვარს ვამზადებ ხოლმე. ვინ აკაკუნებს კარშიო? კარი ღია ახლა. აი, ვინ არის ეგ? ეს ის გოგო არა? ნუ გამარჯობა. მე გუშინ დაგინახე პანჯერაში. ეს ის გოგო ხო რა? რო უთვალთვალებდით? შენ უყურებდი ბინოკლით? არ გწხვენია? გამარჯობა. შენ უეჭველი მოგეჩვენა. ეს შეუძლებელია. შენ უეჭველი ნუ იგონებ, მე ყველაფერი დავინახე. რა დაინახე? თქოს და შენ არიცი. გუშინ საღამოს ბინოკლი, ჩემი პანჯარა. სიმართლეა მართლა გიყურებდი. ვაიმე რა დებილია. სინამდვილეში ჩიტებს უყურებდი. ასეთი ხობი მაქვს, ორიენტოლოგია. არ დაიჭერებს. ჩიტები? ყამისაცაცე. ხო გითხე ძალიან სტუფედური იყო. და რატომ ეს ჩიტები? იყო ზუსტად ჩემს პანჯარაში. ხატავა, გეთახვები გოგო, ძალიან ისეთია. იქ უბრალოდ შუქი ეცემოდა და მე შემთხვევით შევხედე თვალით. შემთხვევით 5 წუთი. კარგი, ვაღიარებ. მე არ მინდოდა მართლა. უბრალოდ მაინტერესებდა.
ცნობის მოყვარეობა იყო თუ უბრალოდ ძალიან გაინტერესებდა? ჯობია გავჩუმდები რა, რაღაც ზედმეტი რო არ ვთქვა. კაი, მადლობა მითხარი რომ არ ვუთხარი შენს მშობლებს. პირველ ჯერზე გპატიობ, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ვნახავ შენ ბინოკლს, მე თვითონ გადავამტრევ კედელზე. შევთანხმდით. ბინოკლი მხოლოდ ჩიტებისთვის გეფიცებ. იცით, ისე გამოიყურება თითქოს და ღამის კლუბში მუშაობს. ეს იყო ყველაზე არასასიამოვნო ლაპარაკი და რაღაცეები, კაროჩ ქრება და ვერ ვკითხულობ ბოლომდე რა. აუ, თამაში აღარ მინდა. უნდა ან ვითამაშო, ან წავდე დავიცინებ, წავალ დავიცინებ რა. მეყო იქ თამაში რა. იმავე დღეს საღამოს. ბიჭო, საინტერესო თამაშია, ძალიან მომწონს. ჯანდაბა უკვე საღამოა. რამდენი მეძინა? კატას უნდა ვაჭამოთ, სულ დაგვავიწყდა. მეტი არ მაქვს სადღაც. სად არის კატარო? ისე ბეღელში უნდა წავიდე, მაგის საჭმელი რო ავიღო? ბიჭო, საიდან ხდება ეს ხალხი? ნუ მაშინებ კოდი. მე აქ უბრალოდ შემთხვევით გავჩდი. ეს ვინა? მაიცა. ეს ჩვენი მეზობელია, ხო? ღმერთო, მისტერ რუპერტ, თქვენ რას აკეთებთ აქ? ხო, მართლაც. შევამჩნია შენ სახლში შუქი იყო ჩართული. ღამეა მაინც. ვიფიქრე, რა იცი? იქნებ რაღაც მოხდა. და იმისთვის მოვედი რომ უბრალოდ დავრწმუნდე რომ ყველაფერი კარგადაა. ეს მისტერ რუპერტი უკვე არ მომწონს. ქრიფი ადამიანია. და ზუსტად მაგის გამო გამოდიხართ ჩემი ეზოდან? ნუ, ეზოდან არა, მე უბრალოდ პროხლას მოვედი. მინდოდა დამეკაკუნებინა, მაგრამ შევხედე, რომ შენ გამახვედი და ჩვენ შევხვდით. მე პირველად დაგინახეთ, რომ ასე ინტერესდებოდით რამით. ნუ, ხდება ხოლმე, რომ ადამიანი თითქოს და უბრალოდ რამდენს ჭარავს დავიღალე. მე უბრალოდ დავინახე რომ შენს ფანჯარაში განათება ციმციმებდა, მაგრამ მე არ მაქვს ისეთი განათება რომ ციმციმებდეს. ხო, შეიძლება მომეჩვენა. იცი, თვალები გეღლება, რაღაცეები გეჩვენება. ეს ტიპი ვერ არის. კარგი, მაგრამ აღარ გეხოცებით აღარ შემოხვიდეთ ჩემს ბაღში, რაღაც საქმის გარეშე. რა თქმა უნდა. კარგით, მაშინ ღამე მშვიდობის კოდი. ხო. ჩემი კარი. წადი აქედან მოუსვის სანამ დროა. საჭმელი უკვე მზად არისო. ეხლა დავკეტავ კარს. ბიჭო, დაწვი? რატო ქენი მაგაი? ეს რა არის? და მე ხო ჩამეძინა ძალიან დიდი ხნით და დამეწვა. უნდა გადავაგდო. აუ, არა და რა, კაი სათოხლავი იქნებოდა. სადა ნაგავი? აკვი სურნა არ გაქვს? ეთყობა გარეთ ღამით ხო არ უნდა გავიდე. კაი გავალ. ისევ რაღაცებს ჭორობს იქ ხალხი. ეს ისევ ეწევა თავის invisible სიგარეტებს. ახლა დროა ვნახო რითი არის დაკავებული ჩემი მეზობლები. ანუ ცოტა ვერ ხვდები, ანუ ეს ბავშვი ვერ არის? ეს მოზარდი. კაი, საიდან დავიწყოთ? ცოტა ფრთხილად რა არ და რითი ვარ დაკავებული და რეფშობა ეს გოგო ფართები დაკეტე ხა? იოგით არის დაკავებული როგორც ჩანს, ან ვარჯიშობს, თუმც ტრუსში? I don't know. კაი, აბაქეთ. ჩადობა მისტერ რუპერტ. ისიც უხურებდა. საღამო მშვიდობის მსმენელებო. 9 წლის გოგო გაუჩინარდაო. და ეხლა გავიგეთო რომ გოგო ცოცხალი არისო. იპოვესო და ცოცხალი არის. ყველაფერი კარგია. არანაირი ტრავმა არ აქვს ამ გოგოს და კაროჩე მშობლებთან არისო ეხლა. გოგო სახლშია, ყველაფერი კარგად არის, ეს ყველაზე მთავარი არისო. დეტალებს დავაკვირდებით, მაგრამ ამაზე მორჩა. არ მჯერა. ხვალ ყველაფერს ჩემით შევამოწმებ. არ ჯერა რომ გოგო ეს რუპერტი მანდარი? კაი და დავიცინე. რითია დაკავებული ეს ბიჭი? მე არ ვიცი არაფერი. შემდეგ კი დილა. ზოც ინტერესოა რა ხდება და აი დადგა დღე X-ი. ფოტოაპარატი უნდა წავიღო, რომ რაღაცა გადავიღო. damn, ეს მუსიკა დაიწყო. Day X-ი ფოტოაპარატი. მისტერ რუპერტი სამსახურშია. სახლში არავინ არაა. შიგნით უნდა შევიდე და რაღაცას გადავუღო. ვაუ. საღამო რატოა ძალიან მოგრუბლული ისეთი creepy ამინდია და სირბილიც არაა მეღადავებით. აი ღია კარი. ეხლა გასხები უნდა ვიპოვო პატვლის, სადღაც სახლში უნდა იყოსო. არ ჩანს, ანუ ძალიან სიბნელე არის. შუქი რო ავან თუ არა. ოღონდ აქ ხარ არა. გასაღები ვიპოვე და ახლა ყველაფერს გავიღებთ რას? მალავს ეს მისტერ რუპერტი.
რა ხდება რა ხდება რა ხდება What? რა არის? ამას უნდა გადავუღო. გადავიარე. ვიღაცამ ჩაგვარტყა? რა მოხდა? რამოდენიმე საათის შემდეგ. რა ხდება? ისეთი ხმა იყო თითქოს და მესროლეს, მაგრამ ალბათ თავში ჩამარტყეს რაღაც. ეს ისტორია ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული. 1970-იან და 1980-იან წლებში ოკლენდში უცნობი სერიული მკვლელი მოქმედებდა, რომლის სამიზნეც მოზარდები იყვნენ. დამნაშავე არასდროს დაუჭერიათ. მაგარი თამაში იყო ძალიან გავდა First to Fat ხომის თამაშებს და მაგ მხრივ ძალიან დამნევასა. მადლობა რომ მირჩიეთ ეს თამაში. მაგარი იყო. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ არ გაგვჭირ გამოწერილი და ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში ნახავთ.